პოკროვსკის სიტუაცია კრიტიკულია, პარალელურად კი რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტი დამტკიცდა და პირველი ამერიკული სანქციები ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რაც როსნევს და ლუკოილს მოიცავს. გარდა ამისა, ისევ გამოჩნდა რუსულ ცაში Storm Shadow-ები. გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირი ჟურნალისტი. დღეს 23 ოქტომბერია 2025 წელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1334 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში და დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებ ზემოთ ჩამოსულ თემებზე. მანამდე მადლობა არხის გამომწერებს ყველას, ვინც უყურებს ვიდეოს, ალაიქებს მას, აქტიურობს კომენტარებში, აშერებს თავის სოციალურ ქსელებში. ასევე განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციას ეწევა. თქვენ კი ვისაც დონაციის სურვილი გაქვთ, მოგეწყვით რომ აღწერაში ანგარიშის ნომერი და ნებისმიერი თანხის დონაცია შეგიძლიათ. ვისაც არხი ჯერ არ გამოგიწერეთ და ახლა პირველად უყურებთ ამ ვიდეოს, უმორჩილესად გთხოვთ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, ჩართოთ ძალისხილაკი და გააზიაროთ თქვენს სოციალურ ქსელებში. ეს YouTube-ის ალგორითმს უკარნახებს, რომ ვიდეო ღირს ყურებათ და სხვა მომხმარებლებსაც შესთავაზებს. დავიწყოთ პირველ რიგში სიტუაციით, როგორც გითხარით, პოკროვსკში ვითარება კრიტიკული არის და ეპიზოდის ბოლოს უკვე რუკაზე ავხსნის სიტუაციას თუ რა ხდება შეხების წერტილებზე, თუმცა მანამდე გადავიდეთ სიტუაციაზე, რასაც ეწოდება, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური მიმოხილვა. როგორც ჩანს და პრაქტიკულად უკვე დადასტურებლად შეიძლება ითქვას, რომ ბუდაპეშტში აღარ შედგება ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ყოველ შემთხვევაში განჭვრეტად მომავალში. მე შეგახსენებთ, რომ ყველაფერი დაიწყო ტრამპის მიერ ვერბალური ესკალაციით. მან პრაქტიკულად მთელი მსოფლიო დაარწმუნა, რომ დღე-დღეზე უკრაინას გადაცემდა ტომაჰავკებს და ეს დაიჯერა პუტინმაც. პუტინი იძულებული გახდა ზელენსკის ამერიკაში ვიზიტის წინ დაერეკა ტრამპთან, მორიგი ბოი დააყენა. როგორც ჩანს, ისაუბრა მშვიდობის აუცილებლობაზე და ტრამპი, ასე ვთქვათ, დათანხმდა კიდევ ერთხელ. შესაძლოა ტომაჰავკების თემა სწორედ აი ამ ზარის და აი ამ შესაძლებლობის გაჩენის საკითხს ემსახურებოდა, თუმცა ფაქტი ის არის, რომ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის წინ პუტინმა ტრამპს დაურეკა, მათი ლაპარაკეს, ტრამპმა უკრაინას აღარ გადასცა ტომაჰავკები და შეთანხმდნენ თითქოს იმაზე, რომ შედგებოდა კიდევ ერთი შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის, თუმცა მანამდე უნდა ყოფილიყო შეხვედრა დელეგაციებს შორის, მარკო რუბიოს და სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით, თუმცა ამას მოყვა ის, რაც ძალიან მარტივად მოსალოდნელი იყო. ტრამპი ამბობდა, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს შეხების წერტილზე, ანუ იქ, სადაც ახლა გადის ფრონტის ხაზი, ხოლო რუსები ამბობდნენ, რომ არანაირი მსგავსი დათმობა მათი მხრიდან არ იგეგმებოდა და ისინი იმისთვის, რომ მშვიდობა დადგეს, ამბობენ, რომ აუცილებელია პირველყოფილი მიზეზების აღმოფხვრა და პირველყოფილი მიზეზები ალბათ შეხსენება არ ხშირდებათ, რომ არის დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და ნატოში არ გაწევრიანება უკრაინის. თუმცა ამის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ თითქოს პუტინი მზად იყო, რომ თუ კი უკრაინა მას დონეცკის ოლქს სრულად დაუთმობდა, ის გარკვეულ, ასე ვთქვათ, უკან დახევას და გარკვეულ გაცვლას გააკეთებდა ტერიტორიებზე, მათ შორის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, თუმცა ეს ყველაფერი რომ ბლეფია და ამას არაპირებს, ასე ვთქვათ, არაპირებდა კრემლი, ეს ძალიან ცხადი იყო, რადგან ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პრაქტიკულად პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ანუ თუ კი კრემლის ერთი რომელიმე ავატარი, მაგალითად სერგეი ლავროვი ამბობდა, რომ აუცილებელი არის, რომ მშვიდობისთვის აუცილებელია პირველყოფილი მიზეზების აღმოფხვრა, მეორე ავატარი იტყოდა, რომ დიახ, ჩვენ შეგვიძლია დონეცკის ოლქის სანაცვლოდ ზაპოროჟიესა და ხერსონში გარკვეული ტერიტორიული დათმობები გავაკეთოთ, თუმცა ამას აი ეს ყველაფერი ერთმანეთთან თავსებადი არ არის. დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა როგორ არის იმ პირველყოფილი მიზეზების აღმოფხვრა, რომელზეც რუსეთი გამუდმებულად საუბრობდა, გაუგებარია და მოკლედ ეს ჩაიშალა. მას შემდეგ რაც ტრამპისა და პუტინის შეხვედრა პრაქტიკულად ჩაიშალა, ან ყოველ შემთხვევაში გადაიდო არაგანჭვრეტადი მომავლისთვის, ტრამპი, ასე ვთქვათ, როგორც იქნა, ტრამპმა დაიწყო ნაბიჯების გადადგმა და ვერბალური ესკალაციის შემდეგ პირველად მის მეორე ვადაში დაწესდა ამერიკული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ეს სანქციები შეეხო როსნეფტს და ლუკოილს. ნახოთ ამ მხრივ რამდენად
კაცრად ახსრულდება ეს სანქციები და რა გავლენას იქონიებს ზოგადად ომის მიმდინარეობაზე, თუმცა რაც შეგვიძლია ვთქვათ, უკვე არის რომ მოსკოვის ბირჟაზე მათი აქციების ფასები, ასე ვთქვათ, უკვე დაეცა, ლუკოილის აქციების ფასი დაეცა 4.16%-ით, ხოლო როსნეფტის 3.47%-ით. ასე რომ ეს ეფექტი უკვე ქონდა ერთი დღის წინ დაწესებულ სანქციებს, ნახოთ მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები. ამას ემატება უკვე ევროკავშირის მიერ მომდევნო პაკეტი, მე-19 პაკეტი სანქციების. ახლა ჩამოვთვლი, წავიკითხავ რას გულისხმობს ეს, ასე ვთქვათ, მე-19 პაკეტი. ეს არის აიგზალა რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის მოწოდება ევროკავშირში, ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის სრულად აიგზალა კრიპტოსერვერებზე წვდომა, შემოიღეს მოგზაურობის შეზღუდვები რუსი დიპლომატებისთვის, გარდა ამისა სანქციების სიას დაემატა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 117 ხომალდი და აი ამ ჩრდილოვან ფლოტზე და რუსულ ნავთობზე ეპიზოდის სუსლ ბოლოში კიდევ ვისაუბრებ, როდესაც ალბათ იცით რომ გავრცელდა ინფორმაცია რომ საქართველოში შემოაღწია ამ ნავთობმა ყურლების ტერმინალში კონკრეტულად და ბოლო ნაწილი მე-19 პაკეტის ევროკავშირის სანქციების არის შეზღუდვები გავრცელდა ყაზახეთის და ბელარუსის ბანკებზე, ასევე ჩინეთის ნავთობის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ 4 კომპანიაზე. მოკლედ, ესეთი არის სასანქციო პოლიტიკა. აქ აღსანიშნავია შემდეგი ფაქტორი, რომ მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირმა რომ გადაწყვეტილება მიიღოს, სრული კონსენსუსი საჭირო და აი ამ მე-19 პაკეტს დათანხმდნენ უნგრეთი და სლოვაკეთიც, როგორც ჩანს, აი იმ ზეწოლამ, რომელსაც უკრაინა და არა მხოლოდ ახორციელებდა ამ ქვეყნებზე, საუბარი არის დრუჟბაზე, გაზგამტარ-მილზე და სხვა მსგავსი ტიპის ზეწოლებზე, მაინც იმუშავა და ორბანი და ფიცო იძულებულები გახდნენ ამ სანქციებისთვის მხარი დაეჭირათ. ნახოთ ეს სანქციები როგორ იმუშავებს, ნახოთ როგორ შეძლებენ რუსები ახალი, ასე ვთქვათ, შავი ხვრელების პოვნას და შეძლებენ თუ არა რომ ამ სანქციებსაც აარიდონ ნაწილობრივ მაინც თავი, თუმცა ფაქტი არის ის, რომ უკვე გამოეხმაურა მარია ზახაროვა ამ სანქციებს, ამერიკულ სანქციებს კონტრპროდუქტიული უწოდა, ხოლო ევროპის შემთხვევაში ის დაიმუქრა, რომ ზომები იქნება სიმეტრიული და ამას ყველა დაინახავს. ნახოთ, რას გააკეთებს რუსეთი, როგორ იმუშავებს ეს სანქციები, თუმცა მანამდე კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა და ეს ეხება იმას, რომ ამერიკამ მოხსნა შეზღუდვები ევროპული წარმოების შეიარაღებაზე, რომელიც გააჩნია უკრაინას. თქვენ იცით, რომ უკრაინას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის ამერიკული შეიარაღება გადაეცემა, თუმცა ხშირ შემთხვევაში დათქმებით და შეზღუდვებით რა რადიუსში შეუძლია ის გამოიყენონ და ეს შეზღუდვები მოიხსნა და ეს შეზღუდვები რომ მოიხსნა, ამის პარალელურად ჩვენ ნახეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ გააგრძელა რუსულ ნავთობ და ენერგო ობიექტებზე ზეწოლა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად დაფიქსირდა კომბინირებული შეტევა უკვე უკრაინის მხრიდან რუსეთის მიმართულებით და ამ შემთხვევაში საუბარი არის, რომ დრონებთან ერთად რუსეთში გაფრინდა დასავლური Storm Shadow ავტოსანი რაკეტა და მან მიზანს მიაღწია. საქმე ზუსტად ამაში არის, როდესაც საუბარი არის, რომ დასავლური იარაღი რამდენად ეფექტურია, ის კომბინაციაში საკმაოდ დიდ შედეგებს იძლევა. მე შეგახსენებთ, რომ საგანგებოდ არ ვაწარმოებ კონკრეტულ სტატისტიკას იმის შესახებ, თუ რუსეთში რომელ ენერგოობიექტებზე რა ტიპის დარტყმები მიმდინარეობს, იმიტომ რომ ამის გარშემო ხშირ შემთხვევაში ბევრი კითხვები არსებობს, მე რამდენხანში ხდება მისი აღდგენა და ასე შემდეგ, თუმცა ფაქტი ერთი არის, რომ ეს დარტყმები გრძელდება, ფაქტი ერთი არის, რომ რუსეთში ასე ვთქვათ ბენზინის A92-ის კონკრეტულად დეფიციტი შეინიშნება სულ უფრო ბევრ რეგიონში და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ეს ამბავი ურთიერთკავშირში ნამდვილად არის, ერთის მხრივ ამერიკის მხრიდან მოხსნა შეზღუდვების შეიარაღებაზე და მეორეს მხრივ კომბინირებულ უკრაინულ შეტევაში გამოყენება Storm Shadow-ი, რომელიც ასევე, როგორც ვთქვით, საკმაოდ ეფექტურად განხორციელდა. თუ კი ამდენი ხანი უყურებთ არხს და ვიდეო ჯერ არ დაგილაიქებიათ, უორჩლოსად გხოთ ახლა დაალაიქოთ ვიდეო, იაქტებეთ კომენტარებში, გამოიწერეთ არხი, ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი.
ასევე ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა ტიპის სამხედრო დახმარებაზე უკრაინის მიმართულებით და ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მრავალფუნქციური თვითმფრინავების გადაცემა. შვედურებზეა საუბარი უკრაინისთვის. ჩვენ ნახეთ ზელენსკი როგორ პოზირებდა ერთ-ერთი ასეთი ავიაგამონადგურებლის კაბინაში და მიღწეულია შედეგი, რომ 120 ერთეული ეს თვითმფრინავი გადაეცემა უკრაინას, ეს მნიშვნელოვნად გაძლიერებს უკრაინის ავიაციის შესაძლებლობებს, თუმცა საუბარი არის იმაზე, რომ ეს 120 ერთეული 10 წლის განმავლობაში გადაეცემა და ამასთან პირველი ერთეულები უკვე მომავალი წლიდან გამოჩნდება უკრაინის საჰაერო ძალებში. ეს ყველაფერი ნიუთებს იმაზე, რომ ევროკავშირი და ზოგადად დასავლეთი განწყობილია უკრაინის მიმართ სერიოზულ სამხედრო დახმარებაზე, გრძელვადიანზე, იმიტომ რომ ხელშეკრულებები, როდესაც იდება ომში მყოფ ქვეყანასთან 10 წლიანი პერსპექტივით, ეს გულისხმობს იმას, რომ ომის დასრულების შემდეგაც აუცილებლად გაგრძელდება ეს სამხედრო თანამშრომლობა და აღმშენებლობა უკრაინის მიმართულებით. ასე გადავიდეთ ნელ-ნელა უკვე ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე, სანამ პოკროვსკიზე და პოკროვსკიში არსებულ საკმაოდ კრიტიკულ სიტუაციაზე გადავალ, მანამდე ერთი, ასე ვთქვათ, ინფორმაციის შესახებ, თქვენ ახლა ხედავთ ფოტოს ახლო დისტანციაზე ბრძოლის, ასე ვთქვათ, როდესაც სამმა უკრაინელმა ჩასახლება მოუწყო 7 რუს ოკუპანტს და გაანადგურა. აქ საუბარია და რატომ შევარჩიე ეს, ასე ვთქვათ, ინფორმაცია. აქ საუბარია, ასე ვთქვათ, თანაფარდობაზე, ხო და როდესაც საუბრობთ, რომ მინიმუმ 1-2-თან მოდის და ცოტა მეტიც აღემატება, ასე ვთქვათ, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინელებს, ამისი კარგი ილუსტრაცია იყო, ასე ვთქვათ, და ასევე იმის ილუსტრაცია, როგორ ახერხებს მცირე რაოდენობით უფრო მეტთან გამკლავება. თქვენ მხოლოდ, ასე ვთქვათ, ფოტო სკრინი წარმოგიდგინათ, ასე ვთქვათ, რადგან ამ შინაარსის და ამ ტიპის ვიდეოებს YouTube ბლოკავს, თუ კი გაქვთ ინტერესი და კიდევ რამდენიმე თემაზე მექნება დღევანდელ მოხილვაში საუბარი, რომელიც, ასე ვთქვათ, არ იქნება ვიდეოები აღწერილი, რადგან როგორც გითხარით, YouTube მას ბლოკავს, თუმცა თუ კი თქვენ გაქვთ სურვილი, რომ ეს ვიდეოები იხილოთ, კომენტარებში დაწერეთ და დაპლუსდით და მე ჩაგიგდებთ Telegram არხების ლინკებს, სადაც შეგიძლიათ უკვე თვალყური ადევნოთ მსგავსი შინაარსის ვიდეოებს. გარდა ამისა, კიდევ ერთი ინფორმაცია, ერთ-ერთი ფრონტის ერთ-ერთ მიმართულებაზე განადგურდა 7 ოკუპანტი, ამ შემთხვევაში 7 არა, ბოდიში 10-ზე მეტი ოკუპანტი, ამ შემთხვევაში უკრაინის ოკუპანტები, თუმცა ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმდენად, რადგან ისინი საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდნენ, საუბარი არის სამხრეთ ოსეთის, ასე ვთქვათ, სეპარატისტებზე. თქვენ ახლა ფოტოებში ხედავთ მათ, ეს არის სახელებს და გვარებს აღარ ჩამოვთვლი, წერია შეგიძლიათ წაიკითხოთ, თუმცა რაც არის მნიშვნელოვანი და აღსანიშნი არის ის, რომ მათ შორის ერთ-ერთი არის ალან ბერგოევი და ის ჩვენთვის გამორჩეულია იმდენად, რამდენადაც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის წამებაში, შესაბამისად უკრაინელების მხრიდან საქართველოს მტრების განადგურება გრძელდება და ასე ვთქვათ, ის გრძელდება ამ ფორმით. ახლა უკვე ნელ-ნელა გადავიდეთ რუკებზე და რუკებზე აგიხსნით იმას თუ რა სიტუაციაა. სანამ უშუალოდ პოკროვსკიზე გადავალ, მანამდე ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, ვითარებაზე დნეპროპეტროვსკი, დონეცკი, ზაპოროჟიეს გზაგასაყარზე, ასე ვთქვათ, თქვენ იცით, რომ სწორედ ყველაზე დიდი ინტენსივობა საბრძოლო მოქმედებების ამ ეტაპზეა. აი ეს ამ მონაკვეთზე საუბრობთ, როდესაც სამი ოლქის გზაგასაყარზეა ლაპარაკი, ასე ვთქვათ, ზაპოროჟიე, დნეპროპეტროვსკი, დონეცკი. ხო, და აი ამ მიმართულებით, თუ კი ჩვენ დავაკვირდებით 1 ოქტომბრიდან, აი ეს არის 1 ოქტომბრის მონაცემები, ახლა როგორც ხედავთ და შემდეგ დღევანდელ დღემდე თუ გამოვყვებით, ხედავთ, რომ რუსებს, ასე ვთქვათ, წინსვლა ამ მიმართულებაზე აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ აქ საუბარია რაღაც პატარა სოფლებზე, დაბებზე და უმნიშვნელო კვადრატულ კილომეტრებზე, ასე ვთქვათ, მიუხედავად ამისა, ეს წინსვლა სახიფათოა და ახლა ვეცდები ავხსნა თუ რა ხდის მათ სახიფათოდ. ეს არის სოფელი პოლტავკა და აქ არის, ასე ვთქვათ, მდინარე იანჩერი, აი ამ მიმართულებით ესე მიდის, როგორც ახლა თქვენ ხედავთ. და როგორც ხედავთ, გარკვეულ მონაკვეთებზე რუსებს უკვე ის ფორსირებული აქვთ. და მთელი ხიფათი აი ამ შეტევების არის ის, რომ თუ კი სხვა მიმართულებითაც მოხდება ამ მდინარის ფორსირება, ეს საფრთხეს შეუქმნის გზას, საავტომობილო გზას, რომელიც ეგრეთ წოდებული გულიაეპოლიდან აი ესე დაახლოებით მიდის და ადის პოკროვსკიზე. რადგან თუ კი მოხდება აი ამ მდინარის ფორსირება და უკვე მარჯვენა სანაპიროზე რუსების გამაგრება, ამ შემთხვევაში ეს გზა მოხდება საცეცხლე არეალში და რითი არის ეს გზა მნიშვნელოვანი. ამ გზით ხდება უკრაინის შერაღებული ძალების თავმოყრა პოკროვსკის მიმართულებაზე და თუ კი ეს, ასე ვთქვათ, პრობლემური გახდა, ვეღარ მოახერხებენ უკრაინელები ამ მიმართულებიდან შერაღებული ძალების და შეიარაღების თავმოყრას უკვე ამ მიმართულებაზე. დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია კიდევ ერთი მიმართულებით. ეს არის ოდნავ ჩრდილოეთით და ეხება მდინარე ვოლჩას. აი ეს არის მდინარე ვოლჩა. ეს მიდის. აქ რა პრობლემა არის? დაახლოებით იგივე, რაზეც საუბრობდით, ანუ რუსებს უკვე ამ ადგილას ის ფორსირებული აქვთ და თუ კი გაგრძელდება ფორსირება, აქ პრობლემა არის ისევ გზის გადაჭერა, ასე ვთქვათ, რომელიც აი ზეხარაც გაჩვენეთ ის გზა დაახლოებით აქედან ესე გრძელდება და ადის უშუალოდ პოკროვსკის მიმართულებაზე და პრობლემას უქმნის უშუალოდ პოკროვსკის. ახლა რაც შეეხება თვითონ პოკროვსკის სიტუაციას, როგორც გითხარით, იქ ვითარება კრიტიკულია. თქვენ ხედავთ, რომ მოდი შევცვალოთ ხედვის საშუალება, რომ უკეთესად დაინახოთ, რამდენად შეღწეული აქვთ ქალაქში, ასე ვთქვათ. თქვენ ხედავთ, რომ აი ეს გარღვევა, წითელი გარღვევა, როგორც ქალაქში შემავალი, ასე ვთქვათ, ოქტომბრის 15-ის მერე, ოქტომბრის 15-მდე დაახლოებით აი ეს სიტუაცია იყო და შემდეგ უკვე მოხდა დიდი გარღვევა, რომელშიც შედეგადაც შიგნით ქალაქში შეიჭრნენ რუსები, ასე ვთქვათ. და გარდა იმისა, რომ აი ეს მთელი ნაცრისფერი ზონა ახლა საბრძოლო არეალია, გარდა ამისა, აი დაახლოებით აქ, სადაც გადის რკინიგზა, რკინიგზა მოდის მოვნიშნოთ, აი ეს რკინიგზა, რომელიც ახლა აქ გადის, დაახლოებით აი ამ ადგილებში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც რუსული, ასე ვთქვათ, რუსი მოიერიშეები იყვნენ შესულები და დაფიქსირდა დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც ბუჩაში ჩვენ ნახეთ. აქ საუბარია მშვიდობიანი მოქალაქეების უშუალოდ დახვრეტაზე და მკვლელობაზე. ამისი, ასე ვთქვათ, დრონით გადაღებული კადრები არსებობს. აქ ლოგიკა შეიძლება ასეთი ვიპოვოთ, რომ აი ეს თქვენ ხედავთ, რომ საბრძოლო მოქმედებებიდან აი აქ არის წინ შეჭრილი აი რუსი დივერსანტები.
შესაძლოა ეს რუსი დივერსანტები აწყობდნენ და აპირებდნენ ჩასაფრებას რომელიმე უკრაინულ კოლონაზე, ის დაინახეს სამოქალაქოებმა და იმისთვის რომ საკუთარი უსაფრთხოება ყოფილიყო რუსების დაცული, ამიტომ დახვრიტეს მშვიდობიანი მოქალაქეები, თუმცა მშვიდობიანი ადამიანის მკვლელობა შეუიარაღებელი ეს მკვლელობაა და ომის დანაშაულია და კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ გვიჩვენებს და დადასტურებული ფაქტია იმის შესახებ, რომ რუსები, ასე ვთქვათ, ომის დანაშაულებს არ ერიდებიან უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს. როგორც ჩანს, პოკროვსკიში კიდევ უფრო გაუარესდება სიტუაცია, რადგან აქ ამ ეტაპზე რუსებს უპირატესობა აქვთ, თუმცა არის დობროპილიეს მიმართულება, საიდანაც დახმარებას ჯერ რუსები ვერ იღებენ და ახლა სწორედ ამ დობროპილიეს მიმართულებაზე გადავალ. თუმცა მანამდე მინდა კიდევ ერთი დეტალის შესახებ გესაუბროთ, რომელიც უშუალოდ პოკროვსკის მიმართულებას ეხება. ოდნავ სამხრეთ-დასავლეთით სოფელ უდაჩნევსთან არსებობს ესეთი, როგორც თქვენ ხედავთ, ახლა შემოვხაზავ. ეს არის შახტების კომპლექსი, რომელიც ჯერ რუსებს აღებული არ აქვს. ეს კომპლექსი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თუ კი მისი აღება შეძლეს, აქ უკვე შესაძლებელი იქნება იმ ტიპის შეიარაღების დაყენება და აქ საუბარი არა მხოლოდ უპილოტოების გაშვებაზე, არამედ სხვა ტიპის საარტილერიოზე, რომელიც აი ამ გზას, რომელიც პოკროვსკიდან მიდის აღმოსავლეთ უკრაინაში და რომელიც გამოიყენება სწორედ პოკროვსკის მომარაგებისთვის უკრაინული ძალების, აი ამ გზის, ასე ვთქვათ, საცეცხლი არეალში მოხვედრა გახდება შესაძლებელი, ანუ ეს შახტები დაახლოებით აი ამ ტერიტორიაზე არის და აქედან პირდაპირ საცეცხლე სამიზნეში შეიძლება აღმოჩნდეს აი ეს გზა, რომელიც ამარაგებს, არის მომარაგება, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი მომარაგება პოკროვსკის და ამიტომ სანამ აი ამ შახტებს არ აიღებენ, შეიძლება ითქვას, რომ ასე ვთქვათ, ეს მომარაგება უკრაინელების შესაძლოა გაგრძელდეს პოკროვსკის მიმართულებით. და ახლა ნელ-ნელა გადავიდეთ უკვე დობროპილიაზე. ხო, დობროპილიას რაც შეეხება, ეს დობროპილიას, ასე ვთქვათ, გარღვევა, აქ კარგი რაც არის ის, რომ რუსები ვერ ახერხებენ სამხრეთ-დასავლეთით გაფართოებას, პირიქით აქ ხედავთ, რომ უკრაინელები სულ უფრო მეტ, ასე ვთქვათ, წინსვლას ახერხებენ. კუჩევიართან პრაქტიკულად უკვე სრული ალყა არის და რუსების საკმაოდ დიდი ნაწილი არის ამ ალყაში მოქცეული. თუმცა რატო გაუამახვილე ყურადღება, რომ აი აქ ვერ ახერხებენ წამოსვლას რუსები, რადგან აქ გადის კიდევ ერთი მომარაგების გზა. საუბარი არის აი ამ გზაზე, რომელიც გზა აღვნიშნოთ შავით, აი ეს გზა, რომელიც არის კიდევ ერთი მომარაგების წერტილი უკრაინელებისთვის პოკროვსკის დასაცავად. შესაბამისად კი, როგორც ვთქვით, აი პოკროვსკში საკმაოდ რთული ვითარება, კიდევ ერთხელ შევხედოთ, რომ ნახოთ, რამდენად ქალაქში სიღრმეში არიან შესულები, აქ ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. თუმცა, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით არის დარჩენილი მომარაგების გზები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და ნახოთ ამ მიმართულებით როგორ განვითარდება მოვლენები. შეგვიძლია კიდევ ერთ მიმართულებაზე გადავინაცვლოთ და აქ საუბარი არის უკვე ისევ კუპიანსკზე. კუპიანსკში მეთოდურად, ასე ვთქვათ, აფართოვებენ რუსები ოკუპირებულ ზონებს, თუმცა რაღაცა თვალში სასაცემი აქ არ არის, ისევ ქალაქის 2/3-ია საუბარი, მაგრამ როგორც ხედავთ, ცენტრში უკვე საკმაოდ სიღრმეში არიან შემოსულები, აი ეს ნაცრისფერი ზონა, როგორც იცით, საბრძოლო მოქმედებების არის და აქ უკვე პრაქტიკულად მალე შეხვდებიან რუსი სამხედროები ერთმანეთს და ამითი ჩამოინაცვლებენ ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ ნაწილებზე და მის კონტროლზე. გარდა ამისა,
აი აქაც იკვრება საკმაოდ სახიფათო წრე უკრაინელებისთვის, შესაბამისად, კუპიანსკის მიმართულებითაც ასე ვთქვათ, ასეთი ვითარება არის, მოკლედ ფრონტის ორ ფრონტზე, ხარკოვის და შედარებით სამხრეთით უკვე დობროპილი, პოკროვსკი და იმ სამი ოლქის გასაყარზე სიტუაცია ჩვენ მიმოვიხილეთ. აქ მნიშვნელოვანი ასევე ის არის, რომ ქალაქ კონსტანტინოვკას მიმართულებით სერიოზული წინსვლა არ აქვთ რუსებს, ისევ სააგარაკე ნაწილში არიან და თქვენ იცით, რომ კონსტანტინოვკა არის კონსტანტინოვკა, კრამატორსკი, სლავიანსკი, აი ეს ასე ვთქვათ სამი ქალაქის აგლომერაცია, სლავიანსკი, კრამატორსკი, კონსტანტინოვკა, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ უშუალოდ, ასე ვთქვათ, დონეცკის ოლქის საზღვარზე, რომელიც დაახლოებით 100 გამოიყურება, ვერ გავიდნენ რუსები. მოკლედ, აი ესეთი არის ვითარება. პრინციპში შეგვიძლია შევხედოთ ზაპოროჟიესაც, სადაც ოქტომბრის დასაწყისში დაანონსა გერასიმოვმა, რომ ქალაქი ზაპოროჟიე იქნებოდა ახალი სამიზნე რუსული არმიის და აქ ისევ რუკაზე შევხედოთ 23 ოქტომბრის მონაცემებით სოფელ პლავინში არიან რუსები და ოქტომბრის დასაწყისამდე თუ გადავალთ, ხედავთ, რომ პრაქტიკულად არაფერი შეცვლა საბრძოლო არეალი სოფელი პლავინი როგორც იყო ოკუპირებული ისია და ოდნავ გაფართოვდა შეხების წერტილი და საბრძოლო არეალი სტეფანრისკის მიმართულებით, ისიც პატარა სოფელი არის იქვე, თუმცა როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი მანძილი არის ისევ ზაპოროჟიესა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის. პრინციპში რუკაზე ამ დროისთვის სულ ეს იყო. შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ, ასევე დალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენს სოციალურ ქსელებში, აქტიურეთ კომენტარებში. ასეთი იყო სიტუაცია ფრონტზე რუკების მიხედვით და ჩვენ ხედავთ, რომ გარკვეული მცირე წინსვლა რუსეთს ამ მიმართულებით აქვს, თუმცა ამასთან ძალიან საინტერესო არის ინფორმაცია, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს და ამას პერიოდულად ავრცელებს და თქვენ ახლა ხედავთ სტატისტიკას დღეში განადგურებული რუსული არმიის რაოდენობის შესახებ. თქვენ ახლა ხედავთ, რომ მოყოლებული არის 2022 წლის მარტიდან 25 ანუ წლევანდელ სექტემბრამდე. აი ყველაზე ზედა გრაფა, ასე ვთქვათ, რომელიც არის 1556 რომ იწყება, ეს არის 2025 წლის მონაცემები და ჩვენ ხედავთ, რომ კლება აქვთ, ასე ვთქვათ, რუსებს ყოველდღიურ მსხვერპლში. თუ კი გასული წლის დეკემბერი აღინიშნებოდა 1570-ით, ხოლო წლევანდელი იანვარი 1556, ანუ აქ პარიტეტი დაახლოებით დაცული იყო, შემდეგ უკვე ასე ვთქვათ არის მუდმივი კლება, როგორც ხედავთ, 1255, 1328, 1209, 1113, 1081, 1072, 921 და შემდეგ უკვე აგვისტოდან ნელ-ნელა ისევ მოიმატა 950-მდე. რითი არის ჩემი აზრით განპირობებული ეს კლება? წელს, ასე ვთქვათ, რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა და მასირებულ თავდასხმებზე აღარ გადადის და მე ამის შესახებ არაერთ ვიდეოში მისაუბრია, რომ დღევანდელი რუსული შეტევები გამოიყურება 2-დან 5 კაცამდე მოტოციკლებზე შემომჯდები, ასე ვთქვათ, ცხენებიც ნახეთ და ასე ცდილობდნენ ფრონტის ხაზის ასე ვთქვათ გაჭრას, შესაბამისად გამომდინარე, რომ არ იყო მასირებული შეტევები, მსხვერპლის რაოდენობაც შესაბამისად ყოველდღიურ მსხვერპლზეა საუბარი შემცირდა, თუმცა როდესაც საუბარია, რომ თუნდაც აი სექტემბერში დღეში 950 ჯარისკაცი უხდებოდა, ხო? როდესაც ამაზე არის საუბარი, რამდენად არის ეს ცოტა თქვენთან განსაზღვრეთ, თუმცა აქ არ არის მხოლოდ გარდაცვლილებზე საუბარი, მათ შორის დასახელებლებზე, დაჭრილებზე, ანუ ვინც ბრძოლაში ვეღარ იყებს მონაწილეობას და ასეთი არის ვითარება. მე ვარაუდობ, რომ ახლა
შემოდგომაზე რაღაცა პერიოდით მინიმუმ ოქტომბერ-ნოემბერში ეს სტატისტიკა ოდნავ მოიმატებს და რა მაძლევს ამის ფიქრის საშუალებას ჩვენ არაერთხელ ნახეთ ფრონტზე სიტუაცია, როდესაც აი ეს მცირე ხუთკაციანი შტურმავიკებით ეგრეთ წოდებული გარღვევის ცდილების შემდეგ ისევ შეინიშნება ჯავშან კოლონებით გაჭრის მცდელობა, რას უკავშირდება ახლა ეს ამბავი? ეს უკავშირდება იმას, რომ ამინდი შეიცვალა უკრაინაში, ასე ვთქვათ, მხოლოდ ატალახდა, ასე ვთქვათ, და შესაბამისად გზების გამოყენებით არის შესაძლებელი შეტევაზე გადასვლა, გზებზე კი უკვე ცალკეული ჯგუფების გადაადგილება უფრო საშიშია, ადვილად აღმოჩენილი არიან, შესაბამისად დიდი ასე ვთქვათ, კოლონებით ურჩევნიათ შეტევა ამ დიდ კოლონებზე, ასე ვთქვათ, ამ დიდი კოლონებისგან თავის დაცვას, ასევე აფერხებს ნისლიანი ამინდი, რადგან ნისლიან ამინდში ფრენა უპილოტო საშუალებებით რთული არის და აღმოჩენა მოწინააღმდეგის, შესაბამისად მცდელობები არის, რომ აი ესე მოხდეს გარღვევა და უკვე შეხების ერთ ახლოს მისული კოლონების განადგურება უწევთ უკრაინელებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით აი ესეთი რაღაცა სერიოზული გარღვევა ამ დიდი კოლონებით ამ საშემოდგომო კამპანიის დროს არ დაფიქსირებულა. უკრაინელები ჯერჯერობით ახერხებენ წარმატებულად მათ მოგერიებას და მალე უკვე ამინდი კიდევ შეიცვლება უკრაინაში, დაიწყება ყინვები, ეს ნისლიც გაიფანტება და მერე უკვე როგორ გადაიწყობა რუსეთის არმია შეტევებზე ამაზე მოგიყვებით შემდგომ ეპიზოდებში, მანამდე კი ჯამურად იგივე ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით 2022 წლისთვის 22 წლიდან დღემდე, ესე იგი, როგორც ხედავთ, 1,118,000 დანაკარგი აქვს რუსეთს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმ წარმატებებზე და წარმატებებულ ჭყალებში, რომელსაც რუსები აღწევენ, უნდა გვესმოდეს თუ რის ხარჯზე და რის ფასად აღწევენ ამას. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ როგორც წესი ითვლება 1/3-თან შეფარდება, ანუ შეტევისა და დაცვაში მყოფი ძალების და შესაბამისად 1/3-თანაც რომ არ იყოს და ასე ვთქვათ, რუსებისთვის ოპტიმისტური ვერსიებით 1/2-თან გავთვალოთ, ორჯერ ნაკლები გამოდის უკრაინის დანაკარგი, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან ბევრია, როდესაც ასე სტატისტიკაზე ვლაპარაკობთ, ადვილია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ამ სტატისტიკის უკან ცოცხალი ჩვეულებრივი ადამიანები დგანან და ამდენად დიდია მსხვერპლი, ამაზე უნდა დავფიქრდეთ და პრინციპში დღეისთვის უკვე ნელ-ნელა შეგვიძლია ბოლოში გავიდეთ, თუმცა როგორც თავშივე გითხარით, ვერავითი გვერდს ყულევში როსნეფტის პროდუქტის შემოსვლას, ინფორმაცია ამის შესახებ Reuters-მა გაავრცელა, ამის შემდეგ უკვე ქართულმა მხარემ უარყო და თქვა, რომ ეს ნავთობპროდუქტი, რომელიც შემოვიდა საქართველოში, არ იყო სანქცირებულ გემზე და სხვა დროშის ქვეშ მცურავი ობიექტი იყო, მაგრამ მე შეგახსენებთ, სწორედ აი ამ რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე, როგორც წესი, ისინი სხვა დროშის ქვეშ დაცურავენ, შემდეგ ხდება აი ამ რუსული ნავთობპროდუქტის გადაფუთვა, ასე ვთქვათ, სხვა მარკის მინიჭება და ეს არის ერთ-ერთი ხვრელი, რომელთაც რუსეთი ცდილობს სანქციებისგან თავის არიდებას. აქვე სამართლებრივად უნდა ითქვას, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ასე ვთქვათ, ქვეყანა, რომელიც რუსეთს ამაში ეხმარება და ეს სხვა რაფერია, თუ არა რუსეთის დახმარება. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი. ამან, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოიწვიოს სანქციების, დამატებითი სანქციები საქართველოსთვის და ასევე არ გამოვრიცხოთ უკრაინული სანქციები და ამ შემთხვევაში დრონებს ან თუნდაც მფრთოს ან რაკეტებს გულისხმობ და თუ კი ასეთი რამე მოხდება, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ შემთხვევაში დამნაშავე იქნება არა უკრაინა, ან ის დასავლეთი, რომელიც დაგვასანქცირებს, არამედ სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელმაც დაუშვა ეს ამბავი. ერთადერთი, რამაც შეიძლება გვიხსნას ამ ყველაფრისგან, არის მოცულობა, ასე ვთქვათ, არ არის ისეთი დიდი მოცულობა, რის გამოც შეიძლება, რომ უკრაინელებმა საბრძოლო მასალა დახარჯონ, ან თუნდაც ევროკავშირმა და რუსეთმა, უკაცრავად ევროკავშირმა და ამერიკამ ყურადღება მიაქციონ და აი ამ სასანქციო პაკეტში გაატარონ საქართველო. იმედი დავიტოვოთ, რომ
მინიმუმ დრონები არ მოფრინდება, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინა მათ შორის Nord Stream-იც კი ააფეთქა და ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ უნგრეთსა და რუმინეთში დრონები არ მეფრინდება, თუმცა რაღაცნაირად უცნაურად ალდა ის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები, სადაც რუსული, აი ეს იგივე ტიპის შესული რუსული ნავთობი მუშავდებოდა. მოკლედ დავალოთ ამ მიმართულებითაც რა მოხდება, იმედია არაფერი ისეთი რაც გამოიწვევს ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობის დაზიანებას. მოკლედ ასეთი იყო დღევანდელი ეპიზოდი. მადლობა რომ მიყურეთ, მადლობა არხის ყველა გამომწერს, მადლობა განსაკუთრებული მათ ვინც დონაციას ეწევა. შეგახსენებთ რომ დონაციის სრულ შემთხვევაში აღწერაში არის ანგარიშის ცნობები, ნებისმიერი თანხის დონაცია მისასალმებელია. პირველ ეტაპზე როგორც იცით, ხმის და ტექნიკური ხარის გასაუმჯობესებლად პროდება ფული. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმოშლისად გთხოვთ ახლა გამოიწეროთ და ლაიქოთ ვიდეო, გაზიაროთ თქვენს სოციალურ ქსელებში. მადლობა, ნახვამდის დროებით.